პოლონეთის საელჩო საქართველოში გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს აფრთხილებს. მთავრობის მხრიდან ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს მგზავრობამდე გაითვალისწინონ, არსებობს თუ არა ინდივიდუალური ფაქტები, რომელიც გაზრდის საქართველოში არ შემოშვების რისკს. საელჩოს განცხადებით, ეს რისკები შეიძლება მოიცავდეს აქციებში მონაწილეობას ან სოციალურ ქსელებში აქტივობას. ამასთან საელჩო მათ აფრთხილებს ჯარიმების თაობაზე, რომელიც შესაძლოა დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის დაეკისროთ. უცხოელების, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შესვლაზე უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო ქვეყანაში გამგზავრებამდე გთხოვთ განიხილოთ არის თუ არა თქვენ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის უარის თქმის რისკს. ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მის სიახლოვეს ყოფნას, ასევე გარკვეულ აქტივობებს სოციალურ მედიაში. შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება შეაფასოს რისკ ფაქტორები. უცხოელის მიღებისას და შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება ასევე გავრცელდეს საქართველოში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მფლობელებზე. ჩვენ ასევე მიგითითებთ, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის თუნდაც სავარაუდოდ უცხოელებს შეიძლება დაეკისროთ მაღალი ჯარიმები, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლა შეიძლება დასჭირდეს ამ ჯარიმების დაუყოვნებლივ გადახდა. პოლონეთის საელჩოს შემდეგ საქართველოში მოგზაურობის მსურველები საფრანგეთის საელჩომაც გააფრთხილა. საელჩო მოქალაქეებს მოუწოდებს საქართველოში მოგზაურობამდე შეისწავლონ ის ფაქტორები, რომლებიც მათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის რისკის ქვეშ აყენებს. მათ შორის საქართველოში გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობა ან სოციალურ ქსელებში აქტივობა. განცხადების თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე შეიძლება უარი ეთქვათ იმ პირებსაც კი, რომლებსაც აქვთ ბინადრობის ნებართვა.